განსაკუთრებული кейსი იყო წაგაკითხოთ? ეს იყო ჩემთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანი кейსი. აბა გული გამისკდება ახლა ვიტყვი. გამარჯობა, ბავშვთა სახლში ჩაუბარე გოგონა, ლამაზი და ჯანმრთელი, სვანი ვარ. შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და სიკვდილს გამოგლიჯე ხელიდან. მამა ჩემმა სანადირო თოფი თავზე მიადო და რომ არა ჩემი ძმა არ მინდა ვიფიქრო რა მოხდებოდა. გამოვიქეცი. მამამ და მამის ოჯახმა უარი თქვა, ნაბიჯვარი არ გჭირდებაო. გამოვიქეცი და მიპოვეს. ძალიან მცემეს თმით-თმითრიეს, მამიდამ გადამარჩინა სასიკვდილოდ. განწირულს მეც მივლიდა და შენც დედიკო, გადაგუმალავ, მაგრამ მაინც გვიპოვეს. იმ ურჯულოებმა და მაინც გაგვამწარეს. შენ თბილისის ბავშვთა სახლში ჩაგაბარე 98 წლის 17 ოქტომბერს. ეს ბავშვს შვილს უწევს, დედაწევს შვილს. 98 წლის 1 აპრილს. სიკვდილი გამოვიარე, როცა ბავშვით ხელში ვიდექი იმ დაწყევლილ ადგილას და უნდა მიმეტოვებინე. მაშინ როცა შენ ტიტინებდი, ყველაფერი გაინტერესებდა და გიყვარდი. დაგტოვე თორემ კიდევ რომ ვეპოვნე, ცოცხალი ვერ გადარჩებოდი, მოკლავდნენ დედი. შენი სახელი და იმედია ეს სახელი და გვარი გაქვს ახლად. არ მინდა შენი ცხოვრების არევა, ახლა დავბრუნდი საქართველოში, დავიფიცე რომ ფეხზე დავდგებოდი და დაგიბრუნდებოდი დედი. ამ ჯოჯოხეთში ვიცხოვრე და გეფიცები, თუ ვტყუოდე, მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს, თუ რომელიმე საათში შენზე არ მეფიქროს, არ მედარდოს. გაშვილებული დამხვდი, მხოლოდ ეს მითხრეს და მეტი არაფერი. დედის წყევლა ხო ყველაზე მწარეა და აუხდა ბაბუაშენს, თუ სადმე მტანჯველი სიკვდილით დაღუპულა, ვინმე ერთადერთი მათთაგანია. მკვდარი დამხვდა ეგ ძაღლი. მე კი მომინელა და დამწვა ცოცხლად, შვილის ბედნიერი წლები წამართვა და დამტოვა ცოცხალ მკვდრად. დედი, თუ ამას წაიკითხავ და შენი სახელი გეცნო, გეხვეწები გამომიჩნდი, ერთხელ დამენახე და თუ რამე მაქვს სიცოცხლის ჩათვლით, ყველაფერი წაიღე, მახსოვს შენი სული, ყველაფერს ფიცავარ, მახსოვს შენი ყველა ნაკვთი. არ მინდოდა რომ სხვას გაეზარდე, მაგრამ მომიკლავდნენ შენს თავს და შვილის სიკვდილს მანახებდნენ, ცოცხლად არ დაგტოვებდნენ, თუ ვინმე იცით რამე. კანონიერი და არაკანონიერი, როგორ მივაგნო ჩემ შვილს? დამიწერეთ გთხოვთ. ანუ ეს ისტორია იმით კი არ იყო ჩვენთვის განსაკუთრებული ბიოლოგიური დედა ეძებდა შვილს. იმით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აღსები დედა დაგვიკავშირდა და გითხრა რომ ჩვენ გვყავს, მე მყავსო ნაშვილებიო. რასლა ვინც გაზარდა, ვინც გაზარდა, სახელი არ შემიცვლიაო, ისე ვის სახელი ქვიაო. და ანუ ეს იყო აი არ ვიცი, აი იმდენად მოულოდნელი ამყვანი მშობლის მხრიდან ეს ნაბიჯი იყო იმდენად მოულოდნელი, რომ აი მართლა ძალიან ცუდად ვიყავით ყველა. დავაკავშირეთ დედები ერთმანეთს, მაგრამ შვილს არ უნდა ურთიერთო. რას ლაპარაკო? ვერაპატია? რატო დამტოვე უხსნის ადამიანი რომ მოკლავ გადაარჩი? ხო, მაგრამ პატარა იყო ეს გოგო, აი თვითონ პატარა ასაკით და ცოტა უჭირს ამ ყველაფრის გაგება რა. ეხლა რამდენი წლის არის? 98-იანია. არც ისეთი პატარა, ეხლა რომ მაგას რას ლაპარაკო? და არ შეხვედრია? არ უნდა კონტაქტი.